გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას talk-show-ს ეთოქზე. კახაკალაძის მხარდამჭერი კლუბი გაიხსნა, სადაც ნაცების და ლიბერალების ჰიბრიდულად გამოყვანილი ჯიშის ჭინკები მივარდნენ და ლანძღვა-გინების აქცია გამართეს. ამ სააკაშვილის ინკუბატორში გამოჩეკილი უსამშობლოებისგან მსგავსი საქციელი რასაკვირველია მოულოდნელი სულაც არაა. უბრალოდ ერთი მომენტია საგულისხმო, რადგან ამორალურობასაც აქვს თავისი საზღვარი. პროევროპელად პოზიციონირებულმა ბნელებმა და სულით მონებმა ბექა ოდიშარიას ასეთი რამ მიაწახეს. ხმას დააკვირდით ალბათ და ქალია ამ სიტყვების ავტორი. შესაძლოა თავად ასე არ აიდენტიფიცირებდეს თავს, მაგრამ რას ვიზამთ? მოკლედ, არსებები, რომელთათვისაც სიმსივნის დაავადება, მსგავსი ზიზღიანი და ბოროტი ბრძოლის ინსტრუმენტი შეიძლება რომ იყოს, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოებისგან გასარიდებლები არიან. ქართულ ფოლკლორში არის ასეთი გამოთქმა: მტერსაც არ ვუსურვებო. რაც გულისხმობს ჩვენი კულტურის იმ ეთიკურ ნაწილს, რომ ქართველი მტერსაც კი ღირსეულ ოპონიერებას უწევდა ყოველთვის. ეს არსებები კი ყველაფერზე წამსვლელი, ყველაფრის მკადრებელი, საკუთარი სამშობლოს და მშობლის გამყიდველები არიან, რაც აუცილებელია რომ გვახსოვდეს ყოველთვის. როდესაც საუბარი დაიწყება ოპოზიციურ აქტივიზმზე თუ პროტესტზე, თუ მათ ფსევდოპროევროპელობაზე, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ კიბოთი დაავადებულ ადამიანს მალე სიკვდილი უსურვონ მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური ნიშნით მასთან შეუთავსებლობა გააჩნიათ. რასაკვირველია, მათ ხელში რაიმე ტიპის სულ მცირე ძალაუფლებაც კი ავტომატურად ნიშნავს ყველა მათთვის შეუთავსებელი ადამიანის ლიკვიდაციას, იზოლირებას და ჩაქოლვას. ამიტომ არასოდეს შეიძლება იმის დაშვება, რომ მათ მიმართ მიდგომა იყოს შემწყნარებლური ან ლმობიერი. ამორალურ არსებებზე ვსაუბრობდით და ლოგიკურია თამარ ჩერგოლეიშვილზე განვაგრძო საუბარი. ჩერგოლეიშვილი რომ შეურაცხადი პიროვნებაა, ეს ყველა მიცის და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ესაა ადამიანი, რომელიც ციხის წამების კადრებს აპრავებდა, რომელიც მიშაზე მიშისტი იყო, ყველა ნაცების რეჟიმის დანაშაულ სტაჟს უკრავდა, 26 მაისის სისხლიან დარბევაზე ხილიკობდა, ქუჩაში მოკლული ახალგაზრდების მშობლებს ლანძღავდა და მათ მკვლელობებს აპრავებდა თავის ქმართან ერთად. თითქოს მისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, ხო? მაგრამ გიჟმა თამარამ ეს მაინც შეძლო. მასზე კრიტიკური და მოქილიკე კომენტარების ავტორებს შეუვარდა Facebook-ზე. მათი მცირეწლოვანი გოგოშვილების ფოტოები გადმოიწერა, კომენტარებში აუტვირთა და ჰარემში გაუშვი სამუშაოდო დაუწერა. თავიანთი არასრულწლოვანი ფოტოები, ბავშვების ფოტოებით შემოვარდნილები იყვნენ და მაგინებდნენ და ქეკავდნენ ჩემ პირად ცხოვრებას ვინ რამდენჯერ ანუ ამორალურმა არსებამ მისთვის უცნობი მოქალაქების დაშინების და გაჩუმების მიზნით მათი მცირეწლოვანი შვილების ამ ფორმით გამოყენება მიიჩნია სწორ საქციელად და საჯარო სივრცეში სოცქსელში აღასრულა კიდეც. ამ ამბავს ტრაგიკომიკურობას ის ფაქტი ძენს, რომ ვისაც შვილების ფოტოები გამოუდო, ისინი ნაცები აღმოჩნდნენ. ამიტომ ზოგიერთი ნაცი და ლიბერალი Facebook-ზე აღშფოთდა. ეს როგორი კადრაო. თვით ინტელექტის გენერატორმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც კი დაამუნათა ჩერგო. თუმცა რასაკვირველია, მათი ეს დამუნათება ზუსტად ისეთივე ამორალურია, როგორც ჩერგოს კომენტარები და მისი ცნობიერება. როდესაც ნაცი ხარ, ან არ აღიარებ, რომ ნაცი ხარ და ირქმევ პროევროპელ უპარტიო აქტივისტს და შესაბამისად ფულზე გაყიდული აგენტი ხარ. ანუ ისევ ნაცი. მხარს უჭერ, რომ ხელისუფლებაში მოაბრუნო გამაუპატიურებლები, მწამებლები, რეკეტიორები, მკვლელები, მოძალადეები, მერაბიშვილები, ახალაიები, სააკაშვილები, კეზერაშვილები, მეგის ქარდავები თუ მათი რებრენდირებული, მაგრამ ზუსტი ამორალური ანალოგები, ხაბეიშვილი, ხოშტარია, მელია, გვარამია და ასე შემდეგ, სახელი მათი ლეგიონია. ამიტომ ამ მარგინალებს და მწვალებლებს, გონებით და მორალურად დეფორმირებულებს არანაირი უფლება არ აქვთ რაიმე ტიპის კომენტარი გააკეთონ მორალურ ქცევაზე. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. თუ ნაცებს მხარს უჭერდი, ან უჭერ, ამართლებ მათ ჩადენილ ყველა დანაშაულს და მისი გამეორების სურვილსაც გამოთქვამ, ამიტომ Facebook-ზე ამორალურ კომენტარებზე აღშფოთება რბილად, აი ძალიან რბილად რომ ვთქვათ, წვრილმანი აფერისტობაა. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას კლავ ეთოქზე.